ჰეროდეს ტაძარი არ იყო მხოლოდ წმინდა ადგილი. ის იყო იმდენად გრანდიოზული ნაგებობა, რომ მნახველები ამბობდნენ, მსგავსი რამ დედამიწაზე არასოდეს გვინახავსო. მზის ამოსვლისას მოელვარე ოქროს საიდუმლო რიტუალებში მყოფი მღვდლები და ადგილები, სადაც შესვლის უფლება მხოლოდ მცირეოდენ ადამიანს ჰქონდა. მაგრამ ამ შთამბეჭდავი სილამაზის მიღმა არსებობდა დაძაბულობა, პოლიტიკა და ტრაგიკული ბედი, რომელსაც ბევრი უგულებელყოფს. დღეს ჩვენ შევალთ ჰეროდეს ტაძარში ისე, თითქოს იქ ვიმყოფებოდეთ. Გამოვაშკარავებთ, როგორი იყო ის შიგნიდან, რა ხდებოდა მის დერეფნებში და რატომ მონიშნა მისმა განადგურებამ სამუდამოდ ბიბლიური ისტორია. გამოიწერეთ, გააქტიურეთ ზარი და დარჩით ბოლომდე. რადგან ზოგიერთმა აღმოჩენამ შესაძლოა სრულიად შეცვალოს თქვენი ხედვა ისტორიაში ყველაზე ცნობილ ტაძარზე. როგორი იყო ჰეროდეს ტაძარი შიგნიდან, რატომ ითვლებოდა იგი მსოფლიოს მერვე საოცრებად, წარმოიდგინეთ იერუსალიმში ჩასვლა უდაბნოში კვირების განმავლობაში მოგზაურობის შემდეგ. ადიხართ უკანასკნელ ბორცვზე, დაქანცული, მტვრით დაფარული. და მაშინ მოულოდნელად თქვენი მზერა ჩერდება. თეთრი ქვისა და ოქროს ფრთაფეთქდება ლურჯი ცის ფონზე, რომელიც მზეს ისეთი ინტენსივობით ირეკლავს, რომ სახეზე ხელისაფარება გიწევთ. ეს არ არის მირაჟი. ეს რეალობაა. ეს ჰეროდეს ტაძარია და არაფერს, რაც მანამდე გინახავთ ცხოვრებაში, ამისთვის არ მოუმზადები ხართ. ისტორიკოსმა იოსებ ფლავიუსმა, რომელიც პირადად იცნობდა ტაძარს მის განადგურებამდე, დატოვა ჩანაწერი იმის შესახებ, რასაც მნახველები ერთმანეთს უმეორებდნენ, ვისაც არ უნახავს ჰეროდეს ტაძარი, მას არასოდეს უნახავს ჭეშმარიტად დიდებული ნაგებობა. ეს არ იყო გადაჭარბება. ეს იყო ფაქტის კონსტატაცია. ნაგებობა, რომელიც აღმართული იყო მორიას მთაზე, აერთიანებდა წარმოუდგენელ პროპორციებსა და მოპირკეთებას, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ანტიკურ ხანაში ცნობილ ნებისმიერ სტანდარტს. რომიდან, ალექსანდრიიდან, ათენიდან ჩამოსული მოგზაურები, ქალაქებიდან, რომლებიც მიჩვეულნი იყვნენ გრანდიოზულ მონუმენტებს, ამ ხილვის წინაშე დუმდნენ. ზოგი ტიროდა. სხვები კი უბრალოდ სიტყვებს ვერ პოულობდნენ. მაგრამ როგორ გაჩნდა ასეთი ნაგებობა რომის იმპერიის პატარა პროვინციის გულში? და რატომ აიგო იგი სწორედ იმ მეფის მიერ, რომელსაც საკუთარი ხალხი სძულდა? პასუხი იწყება კაცით, სახელად ჰეროდე. ის არ იყო წმინდა სისხლის იუდეველი. იგი წარმოშობით იდუმეველთაგან იყო, მეზობელი ხალხისგან, რომლებიც იძულებით მოაქციეს იუდაიზმზე მხოლოდ ერთი თაობის წინ. იერუსალიმის რელიგიური ელიტისთვის ეს მას ტახტზე მყოფ უცხოელად აქცევდა. უზურპატორად. რომმა დასვა იგი იქ და რომივე ინარჩუნებდა მას ხელისუფლებაში. ჰეროდე მიცოდა, რომ მართავდა ხალხს, რომელიც მას უარყოფდა. და გადაწყვიტა ეს შეეცვალა ერთადერთი გზით, რომელიც იცოდა, მშენებლობით. ქრისტეს შობამდე 20 წლით ადრე, ჰეროდემ მოიხმო ხალხი თავისი პროექტის გამოსაცხადებლად. მას სურდა იერუსალიმის ტაძრის ხელახლა აშენება. არა რესტავრაცია. ხელახლა აშენება. გაფართოება. იმ მოკრძალებული საოცავის გარდაქმნა, რომელიც ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ არსებობდა, ისეთ რამედ, რაც მსოფლიოს მანამდე არასოდეს ენახა. თავდაპირველი რეაქცია იყო აბსოლუტური უნდობლობა. ბევრმა ჩათვალა, რომ ეს იყო საბაბი წმინდა ადგილის დასანგრევად და მისი აღარასოდეს აღდგენისთვის. მაშინ ჰეროდემ პირობა დადო, არ შეეხებოდა ძველ სტრუქტურებს მანამ, სანამ ყველა საჭირო მასალა არ იქნებოდა სამშენებლო მოედანზე. ჯერ მომზადება. მხოლოდ შემდეგ დემონტაჟი. ასე დაიწყო ის, რაც იქნებოდა ქრისტეს შობამდე პირველი საუკუნის უდიდესი სამშენებლო პროექტი. ჰეროდემ შეკრიბა რეგიონში არსებული 10,000 საუკეთესო მუშა. მხოლოდ რაოდენობა არ კმაროდა. მას ხარისხი სურდა. გამოცდილი ქვისმთლელები და ხელოვნებული დურგლები, ხელოსნები, რომლებსაც შეეძლოთ მილიმეტრული სიზუსტით მუშაობა. მაგრამ არსებობდა დელიკატური პრობლემა. იუდეური კანონებით, ტაძრის გარკვეულ ადგილებს მხოლოდ მღვდლები შეიძლებოდა შეხებოდნენ. გამოსავალი იყო 1000 მღვდლის მომზადება სამშენებლო ხელოვნებაში. კაცებმა, რომლებიც ჩვეულებრივ სიცოცხლეს წმინდა რიტუალებს უძღვნიდნენ, ისწავლეს ქვისჭრა და ხეზე მუშაობა. თავიანთი საცერემონიო სამოსით შემოსილებმა, მათ თავად აღმართეს შიდა სალოცავის კედლები. ქვების გადასაზიდად ჰეროდემ 1000 ურემი გამოიყენა. ბლოკები მოდიოდა იერუსალიმიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე კარიერებიდან. ერთ-ერთი მათგანი თანამედროვე არქეოლოგებმა დღევანდელი ქალაქის ცენტრში აღმოაჩინეს. ჭრის კვალი კვლავ იქაა, კლდეზე აღბეჭდილი, რაც მოპოვებული ქვების აბსურდულ ზომაზე მეტყველებს.
ზოგიერთი მათგანი სიგრძეში 3 მეტრს, სიგანეში 2 და სიმაღლეში 2 მეტრს აღწევდა. ისინი 2 და 5 ტონას შორის იწონიდნენ. მაგრამ ეს იყო ჩვეულებრივი ქვები. გამორჩეული ქვები კი ისეთ პროპორციებს აღწევდა, რომელთა წარმოდგენაც რთულია. საყრდენ კედელში, რომელიც ტაძრის პლატფორმას იჭერდა, არქეოლოგებმა 15 მეტრის სიგრძის ბლოკები იპოვეს. დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს? 15 მეტრი უფრო მეტია, ვიდრე საკალათბურთო მოედნის სიგანე. ერთადერთი ქვა. წონა კი თითქმის 400 ტონა. სპეციალისტების თქმით, ანტიკური სამყაროს არცერთ ნაგებობაში არ არსებობდა სხვა ასეთი დიდი ქვა. არც ეგვიპტის პირამიდებში, არც ბერძნულ ტაძრებში. ჰეროდე დაჟინებით მოითხოვდა, რომ მისი ტაძარი ყოფილიყო უნიკალური ყველა გაგებით. ეს გიგანტური ქვები დუღაბის გარეშე იყო დაწყობილი. ისეთი სრულყოფილი სიზუსტით მორგებული, რომ შეერთების ადგილები ძლივს ჩანდა. ჭრა ხდებოდა კარიერებში რკინის ხელსაწყოებითა და ხის სოლებით. ჯერ მუშები თითოეული ბლოკის გარშემო ღრმა ნაპრალებს აკეთებდნენ. შემდეგ სვამდნენ სოლებს, რომლებიც დასველებისას ფართოვდებოდა და კლდეს ზუსტად სასურველ ადგილას ხეთქავდა. ეს იყო ნელი პროცესი. თითოეული დიდი ქვის მოპოვებას შესაძლოა კვირები დასჭირვებოდა. მაგრამ ჰეროდეს არ ეჩქარებოდა. მას ამბიცია ჰქონდა. მშენებლობაში გამოყენებული ქვების საერთო რაოდენობა ყოველგვარ გონივრულ შეფასებას აჭარბებს. საყრდენი კედლების თითოეული რიგი შეიცავდა 800 და 1000 შორის ქვას, რომელთაგან თითოეული საშუალოდ 4500 კილოგრამს იწონიდა. დათვალეთ. მხოლოდ საყრდენი კედლებისთვის საჭირო გახდა 1,000,000 ტონაზე მეტი ქვა. ეს შიდა სტრუქტურების, ეზოების, კოლონადებისა და მთავარი სალოცავის გარეშე. კომპლექსის საერთო წონა წარმოსახვას აღემატება. და როგორ ხდებოდა ამ ქვების ტრანსპორტირება? მანძილი კარიერებსა და ტაძრის მთას შორის დაახლოებით 1 კილომეტრი იყო. ცოტა ჩანს. მაგრამ სცადეთ 400 ტონიანი ქვის გადაადგილება 1 კილომეტრზე უსწორმასწორო რელიეფზე, ბორცვზე ასვლისას, მხოლოდ ადამიანური და ცხოველური ძალის გამოყენებით. ურმებს სჭირდებოდა სპეციალურად გამაგრებული ბორბლები. გზები უნდა ყოფილიყო გასწორებული და დატკეპნილი წონის გასაძლებლად. ათეულობით კაცისგან შემდგარი გუნდები ერთობლივად მუშაობდნენ თითოეული გიგანტური ბლოკის გადასაადგილებლად, იყენებდნენ პანდუსებს, ბერკეტებს, ხის ლილვაკებსა და ადამიანის მკლავის სისქის თოკებს. აწევის პროცესი კიდევ უფრო რთული იყო. როგორ უნდა დაედოთ 20 ტონიანი ქვა 10 მეტრის სიმაღლეზე? ჰეროდეს ინჟინერებმა შეიმუშავეს ჯალამბარებისა და ჭოჭონაქების სისტემები, რომლებიც ზრდიდნენ არსებულ ძალას. მიწის პანდუსები შენდებოდა და შემდეგ იშლებოდა. ლიბანის კედრის ხის ხარაჩოები იჭერდა მუშებს თავბრუდამხვევ სიმაღლეებზე. ერთი შეცდომა გათვლაში, ერთი გაწყვეტილი თოკი, ერთი დაცურებული ქვა, ყოველ მოძრაობაზე ასობით სიცოცხლე საფრთხეში იყო. რამდენი დაიღუპა მშენებლობის დროს? ზუსტი ჩანაწერები არ არსებობს. მაგრამ ასეთი მასშტაბის სამუშაოებზე უბედური შემთხვევები გარდაუვალი იყო. ვარდნა, გასრესა, დროებითი სტრუქტურების ჩამონგრევა. ჰეროდეს ტაძრის ადამიანური ფასი უდაოდ მოიცავდა დაკარგულ სიცოცხლეებს, რომლებიც არასოდეს დათვლილა. პირველი დიდი სამუშაო იყო თავად ტაძრის მთის გაფართოება. ორიგინალური პლატფორმა, აგებული სოლომონის დროს, დაახლოებით 5 ჰექტარს შეადგენდა. ჰეროდემ გადაწყვიტა ამ ფართობის გასამაგება. ამისთვის მან ააგო უზარმაზარი საყრდენი კედლები მთის ყველა მხარეს, შექმნა საყრდენი სტრუქტურა, რომელიც ზედა ნაწილში ბრტყელი ფართობის გაფართოების საშუალებას იძლეოდა. დასავლეთ მხარეს კედლის სიგრძე დაახლოებით 500 მეტრი იყო. სამხრეთ მხარეს უზარმაზარი თაღები და მიწისქვეშა კამარები ქმნიდნენ საყრდენის 4 სართულს, თითოეული 6 მეტრის სიგანისა და 6 მეტრის სიმაღლის. ეს იყო ხელოვნური მთის აშენების მსგავსი. და სწორედ ეს გააკეთა ჰეროდემ. დასრულებისას, ტაძრის მთის პლატფორმა დასავლეთ მხარეს 488 მეტრს შეადგენდა, აღმოსავლეთით 470, ჩრდილოეთით 315 და სამხრეთით 280. დაახლოებით 14 ჰექტარის ფართობი. წარმოდგენა, რომ შეგექმნათ ეს 25-ზე მეტი საფეხბურთო მოედნის ტოლფასია. ეს იყო ანტიკური სამყაროს უდიდესი ხელოვნური პლატფორმა. და მასზე აღიმართებოდა ყველაზე შთამბეჭდავი კომპლექსი, რაც კი კაცობრიობას ოდესმე აუგია ღვთისთაყვანისაცემად. რაც შეეხება გარეგნული იერსახეს. იოსებ ფლავიუსმა დატოვა დეტალური აღწერილობები, რომლებიც პოეტურ გადაჭარბებას ჰგავს, მაგრამ ფაქტების მარტივი კონსტატაცია იყო.
ტაძარი, მისი თქმით, მთლიანად დაფარული იყო ოქროს ფირფიტებით, იმდენად სქელით, რომ როდესაც დღე იწყებოდა, ადამიანი ისევე იყო მოხიბლული მისი სილამაზით, როგორც მზის ოქროსფერი სხივებით. უცხოელებისთვის, რომლებსაც ის ჯერ არ ენახათ, ეს დიდებული მასა შორიდან თოვლით დაფარულ მთას ჰგავდა, იმ გაპრიალებული თეთრი ქვების გამო, რომლებიც ფარავდა არაოქროვან ადგილებს. სალოცავის სახურავი მოფენილი იყო ოქროს მახვილი წვერებით, რომლებიც სპეციალურად იყო შექმნილი იმისთვის, რომ ფრინველებს არ დაესვენათ და ნაგებობა არ დაებინძურებინათ. ნებისმიერი კუთხიდან რომ შეგეხედათ, ტაძარი ბრწყინავდა. დილით ის ირეკლავდა აღმოსავლეთიდან ამომავალ მზეს. ნაშუადღევს იჭერდა დასავლეთის ოქროსფერ შუქს. ღამით სავსე მთვარის დროს გაპრიალებული ზედაპირები ქმნიდნენ მოჩვენებით ნათებას, რომელიც კილომეტრების მანძილზე ჩანდა. მომლოცველებისთვის, რომლებიც იერუსალიმს დღეების ან კვირების მოგზაურობის შემდეგ უახლოვდებოდნენ, ეს ხილა იყო მომენტი, რომელიც ამართლებდა მთელ გზას. ბევრი მუხლებზე ეცემოდა. სხვები გალობდნენ დიდების ფსალმუნებს. ზოგი კი უბრალოდ დუმდა, ვერ ახერხებდა იმის გააზრებას, რასაც მათი თვალები ხედავდა. მაგრამ რამდენი დრო დასჭირდა ამ ყველაფერს. მთავარი სალოცავი 18 თვეში დასრულდა. შთამბეჭდავი ვადაა სამუშაოს მასშტაბის გათვალისწინებით. თუმცა გარე ეზოებმა, კოლონადებმა, მონუმენტურმა კარიბჭეებმა და ყველა დანამატმა გაცილებით მეტი დრო მოითხოვა. 8 წლის შემდეგ ძირითადი სტრუქტურა მზად იყო. მაგრამ მოსაპირკეთებელი სამუშაოები გაგრძელდა. და გაგრძელდა. ტაძარი ოფიციალურად მხოლოდ ქრისტეს შობიდან 64 წელს დასრულდა. ეს ნიშნავს, რომ მშენებლობა 84 წელს გაგრძელდა. თითქმის მთელი საუკუნე უწყვეტი შრომისა. და იცით, რა არის ყველაზე შთამბეჭდავი? საბოლოო დასრულებიდან 6 წლის შემდეგ, ტაძარი სრულიად განადგურდა. მაგრამ სანამ დასასრულზე ვისაუბრებდეთ, მასში უნდა შევიდეთ. უნდა ვნახოთ, რა იყო იმ თეთრი კედლების შიგნით, რომლებიც შორიდან თოვლივით ბრწყინავდნენ. პირველი სივრცე, რომელსაც ნებისმიერი მნახველი ხვდებოდა, იყო წარმართთა ეზო. ეს იყო კომპლექსის გარე ტერიტორია, ღია ყველა ერის წარმომადგენლისთვის. იქ შესასვლელად იუდეველობა არ იყო საჭირო. ვაჭრებს, მოგზაურებს, ნებისმიერი წარმოშობის ცნობის მოყვარეებს შეეძლოთ ამ უზარმაზარ სივრცეში სიარული. და უზარმაზარი სწორი სიტყვაა. ეზოს ეკავა პლატფორმის უდიდესი ნაწილი, გარშემორტყმული მონუმენტური კოლონადებით, რომლებიც ჩრდილსა და დაცვას სთავაზობდნენ იერუსალიმის მცხუნვარე მზისგან. სამხრეთ მხარეს მდებარეობდა სამეფო პორტიკი, მთელი კომპლექსის ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობა. იოსებ ფლავიუსმა იგი აღწერა, როგორც რაღაც დაუჯერებელი მათთვის, ვისაც არ ენახა, და უკიდურესად გამოუგნებელი მათთვის, ვინც ნახა. პორტიკი შედგებოდა 162 კორინთული სვეტისგან, რომლებიც 4 რიგად იყო განლაგებული და ქმნიდა 3 გადახურულ დერეფანს. თითოეული სვეტი 14 მეტრის სიმაღლისა და 1.5 მეტრის სისქის იყო. ხელჩაკიდებული 3 კაცი ძლივ შემოწდებოდა ერთ მათგანს. ცენტრალური დერეფნის ჭერი უფრო მაღალი იყო, ვიდრე გვერდითებისა, რაც ქმნიდა დიდებულების ეფექტს, რომელიც მნახველებს თავს პატარად აგრძნობინებდა ადგილის სიდიადის წინაშე. სწორედ იქ, წარმართთა ეზოში, ხდებოდა ტაძრის ფუნქციონირებისთვის საჭირო ვაჭრობა. ფულის გადამცვლელები რომაულ მონეტებს ცვლიდნენ ტიროსის მონეტებზე, ერთადერთ ვალუტაზე, რომელიც მიიღებოდა ტაძრის გადასახადისთვის. გამყიდველები სთავაზობდნენ ცხოველებს შესაწირად, კრავებს, ხარებს, მტრედებს, მომლოცველებს, რომლებიც შორიდან მოდიოდნენ და ვერ მოჰყავდათ საკუთარი ცხოველები. ხმაური მუდმივი იყო. მოძრაობა ინტენსიური. მომლოცველობის დღესასწაულების დროს განსაკუთრებით პასექზე იერუსალიმი იღებდა 300 და 400.000 შორის მნახველს, გარდა მისი ჩვეულებრივი მოსახლეობისა, რომელიც დაახლოებით 30,000 იყო. ქალაქი ზომაში მრავალჯერ იზრდებოდა. და ტაძარი იყო მთელი ამ სიმრავლის მფეთქავი გული. მაგრამ ყველას არ შეეძლო წარმართთა ეზოს მიღმა გასვლა. ქვის ბარიერი დაახლოებით 1.5 მეტრის სიმაღლის აღნიშნავდა ზღვარს, რომლის იქითაც არც ერთ არაიუდეველს არ შეეძლო გავლა. რეგულარული ინტერვალებით ბერძნულ და ლათინურ ენებზე შესრულებული წარწერები აფრთხილებდა, უცხოელები, რომლებიც ამ ნიშნულს გადაკვეთდნენ, თავად იქნებოდნენ პასუხისმგებელნი საკუთარ სიკვდილზე. ეს არ იყო ცარიელი მუქარა. ეს იყო კანონი. შიდა სივრცის სიწმინდე მოითხოვდა ამ აბსოლუტურ გამიჯვნას. ბარიერის გავლის შემდეგ იუდეველები შედიოდნენ თანდათანობით უფრო შეზღუდულ და უფრო მაღალ ეზოებში. ჯერ მოდიოდა ქალთა ეზო, ასე წოდებული იმიტომ, რომ ეს იყო ყველაზე შიდა წერტილი, სადაც იუდეველ ქალებს შეეძლოთ თაყვანისცემა.
იატაკი წარმართთა ეზოზე 2 მეტრითა და ნახევრით მაღლა იყო. 15 ნახევარწრიული საფეხური მიდიოდა შემდეგ დონეზე ისრაელის ეზოში, რომელიც განკუთვნილი იყო იუდეველი მამაკაცებისთვის. კიდევ 3 მეტრით მაღლა მდებარეობდა მღვდელთა ეზო, სადაც მხოლოდ აარონის შთამომავლებს შეეძლოთ შესვლა. და ბოლოს, კიდევ 2 მეტრითა და ნახევრით მაღლა, თავად სალოცავის იატაკი. ჯამში ცენტრალური შენობა 9 მეტრით მაღლა იდგა გარე ეზოს დონეზე. საჭირო იყო ასვლა ღმერთთან მიახლოებისთვის. როგორი იყო თავად სალოცავში შესვლა? 12 საფეხური მიდიოდა მღვდელთა ზონიდან შენობის შესასვლელამდე. კარები მონუმენტური იყო, 24 მეტრითა და ნახევრით სიმაღლეში და 7 მეტრი სიგანეში. დაფარული ოქროს ფირფიტებით, იმდენად სქელით, რომ ლითონი საკუთარი წონის ქვეშ არ იღუნებოდა. 20 კაცი იყო საჭირო მათ გასაღებად და დასაკეტად ყოველ დღე. როდესაც დილის მზე ამ კარებს ხვდებოდა, ანარეკლი იმდენად ინტენსიური იყო, რომ ტაძრის შესასვლელში ცეცხლი გეგონებოდათ. კარების გავლისას უფლებამოსილი მნახველი, მხოლოდ მღვდლები შედიოდა წმიდაში. იქ 3 წმინდა საგანი იმყოფებოდა, 7 ტოტა სასანთლე მენორა დამზადებული წმინდა ოქროსგან, წინადაგების პურის ტაბლას, სადაც ყოველკვირეულად 12 პური იდებოდა და საკმევლის საკურთხეველი, საიდანაც მუდმივად ადიოდა სურნელოვანი კვამლი, რომელიც წარმოადგენდა ხალხის ლოცვებს ზეცისკენ. კედლები ოქროთი იყო მოპირკეთებული. იატაკი გეომეტრიული ორნამენტებით გაფრიალებული ქვებით. მაღალი ფანჯრებიდან შემოსული შუქი მრავლდებოდა ოქროს ანარეკლებში, ქმნიდა ატმოსფეროს, რომელსაც მღვდლები აღწერდნენ, როგორც ღვთის ხილულ გარემოცვაში ყოფნას. მაგრამ არსებობდა კიდევ უფრო წმინდა ადგილი. ადგილი, სადაც თითქმის არავის შეეძლო შესვლა. წმიდათა წმიდა გამოყოფილი იყო წმიდისგან კრეცაბმელით. ეს არ იყო უბრალო ფარდა. ეს იყო მონუმენტური გობელენი, ნაქსოვის ელისძაფებითა და მატყლით ლურჯ, მეწამულ, ალისფერ და თეთრ ფერებში. ოქროს ძაფით ამოქარგული ქერუბიმების ფიგურებით. მისი სიმაღლე 18 მეტრი იყო, სიგანე 9. მისი სისქე ხელისკულის ტოლფასი იყო 8-დან 10 სანტიმეტრამდე. იუდეური ტრადიციების თანახმად კრეცაბმელი იმდენად მძიმე და გამძლე იყო, რომ საპირისპირო მიმართულებით მქაჩავი 2 ცხენიც ვერ შეძლებდა მის გაგლეჯას. ამ კრეცაბმელის მიღმა იმყოფებოდა იუდეველი ხალხისთვის მთელ დედამიწაზე ყველაზე წმინდა სივრცე. წმიდათა წმიდა. ადგილი, სადაც ღვთის დიდება განსაკუთრებული სახით მკვიდრობდა. სოლომონის ტაძარში იქ აღთქმის კიდობანი იდგა. მაგრამ კიდობანი საუკუნეების წინ გაქრა, როდესაც ბაბილონელებმა პირველი ტაძარი დაანგრიეს. ჰეროდეს ტაძარში წმიდათა წმიდა ცარიელი იყო. იქ მხოლოდ ერთი ქვა იყო, საძირკვლის ქვა, რომელიც აღნიშნავდა ზუსტ ადგილს, სადაც კიდობანი უნდა დასვენებულიყო. 3 თითის სიმაღლის მცირე შემაღლება მიუთითებდა ზუსტ პოზიციას. მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო წმიდათა წმიდაში შესვლა. მხოლოდ წელიწადში ერთხელ. მღვდელმთავარი შენდობის დღეს, იომ ქიფური, გადიოდა კრეცაბმელს მთელი ხალხის ცოდვების გამოსასყიდად. ეს იყო აბსოლუტური დაძაბულობის მომენტი. ამბობენ, რომ სხვა მღვდლები მღვდელმთავარს კოჭზე თოქს აბამდნენ. თუ ის შიგნით მოკვდებოდა არასაკმარისი განწმენდის ან რიტუალში დაშვებული რაიმე შეცდომის გამო, შესაძლებელი იქნებოდა მისი სხეულის გამოთრევა ისე, რომ სხვას არავის დასჭიროებოდა შიგნით შესვლა. თანდათანობითი შეზღუდვების ეს სისტემა, წარმართები გარეთ, ქალები გარკვეულ წერტილამდე, მამაკაცები ცოტა უფრო წინ, მღვდლები კიდევ უფრო ახლოს და მხოლოდ მღვდელმთავარი ყველაზე წმინდა ადგილას, მკაფიო გზავნილს ატარებდა, ღმერთი წმინდაა. მასთან მიახლოება მოითხოვს განწმენდას. მოითხოვს ღირსებას. მოითხოვს შუამავლებს. მაგრამ ტაძარი არ იყო მხოლოდ თაყვანისცემის ადგილი. ის ასევე იყო მთელი რეგიონის ეკონომიკური ძრავა. ვარაუდობენ, რომ კომპლექსი ასაქმებდა 18,000 ადამიანს. მღვდლებს, ლევიანებს, მცველებს, ტექნიკურ პერსონალს, ავტორიზებულ ვაჭრებს, ადმინისტრაციულ მოხელეებს. პალესტინაში 7,000-ზე მეტი მღვდელი მსახურობდა, მათი უმეტესობა იერუსალიმში და ყოფილნი 24,000, რომლებიც ენაცვლებოდნენ ერთმანეთს ლიტურგიკულ სამუშაოებში. ტაძარი აგროვებდა გადასახადებს იუდეველებისგან მთელი მაშინდელი ცნობილი მსოფლიოდან. 20 წელს გადაცილებულ ყოველ იუდეველ მამაკაცს ყოველწლიურად 9 შეკელი უნდა გადაეხადა სალოცავის შესანახად. რომის იმპერიასა და მის ფარგლებს გარეთ გაფანტული მილიონობით იუდეველის პირობებში, ეს შემოსავალი უზარმაზარი იყო. ტაძრის საგანძური ფუნქციონირებდა, როგორც ანტიკური ხანის ყველაზე უსაფრთხო ბანკი. მდიდარი ადამიანები იქ ინახავდნენ თავიანთ ქონებას.
საუკუნეების განმავლობაში დაგროვილმა ოქრომ ტაძარი აქცია არა მხოლოდ რელიგიურ ცენტრად, არამედ რეგიონული მნიშვნელობის ფინანსურ ცენტრად. ყოველდღიური რიტუალები მიჰყვებოდა მკაცრ რუტინას, რომელიც წლის განმავლობაში არ იცვლებოდა. ყოველ დილით და ყოველ საღამოს მსხვერპლშეწირვა სრულდებოდა დიდ საკურთხეველზე, რომელიც მღვდელთა ეზოში იდგა. საკურთხეველი თავისთავად შთამბეჭდავი ნაგებობა იყო, ფუძეში 14 მეტრზე მეტი სიგრძის კვადრატი, აგებული დაუმუშავებელი ქვებით, როგორც ამას მოსეს კანონი ადგენდა. მღვდლები ადიოდნენ პანდუსით, არასოდეს საფეხურებით, შესაწირავის შესასრულებლად. დამწვარი ხორცისა და საკმევლის სუნი მუდმივი იყო. ვერცხლის საყვირების ხმა აღნიშნავდა ცერემონიების მთავარ მომენტებს. ლევიანები გალობდნენ ფსალმუნებს გუნდებში, რომლებიც ეკოსავით ისმოდა ქვის ნაგებობებში. მათთვის ვინც იქ იმყოფებოდა, გამოცდილება მოიცავდა ყველა გრძნობას. ეს არ იყო მხოლოდ ვიზუალური. ეს იყო სმენითი, ნოსვითი, ტაქტილური. ეს იყო სრული ჩაძირვა სიწმინდის გარემოცვაში. სამი დიდი მომლოცველობის დღესასწაულის დროს, პასექი 50-ე დღე და კარვობა რიტმი დრამატულად ძლიერდებოდა. პასექზე კრავები იწირებოდა ისეთი რაოდენობით, რომელიც წარმოსახვას ეწინააღმდეგება. ჩანაწერები მიუთითებს, რომ ერთადერთ პასექზე 250,000-ზე მეტი ცხოველი შეეწირა. ეს ნიშნავს ათასობით მსხვერპლშეწირვას საათში. სისხლის მდინარეები მიედინებოდა სპეციალურად დაპროექტებულ არხებში საკურთხევლის დასაცლელად. ჰაერი სქელდებოდა კვამლითა და შემწვარი ხორცის არომატით. თითოეულ ოჯახს, რომელიც პასექზე მოდიოდა, მოჰყავდა, ან ადგილზე ყიდულობდა საკუთარი კრავი. ოჯახის უფროსები შედიოდნენ შიდა ეზოებში ცხოველთან ერთად ესწრებოდნენ მღვდლების მიერ შესრულებულ მსხვერპლშეწირვას და მიჰქონდათ ხორცი უკან, რათა შეეწვათ და მიერთვათ საპასექო ტრაპეზზე. ეს იყო შთამბეჭდავი სირთულის ლოგისტიკური სისტემა, რომელიც მეორდებოდა წლიდან წლამდე, თაობიდან თაობამდე. და არსებობდა ასევე პოლიტიკური განზომილება. ჰეროდემ ააგო ანტონიას ციხესიმაგრე კომპლექსის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში, რომელიც პირდაპირ უკავშირდებოდა ტაძრის მთას. იქიდან რომაელ ჯარისკაცებს შეეძლოთ თვალი ედევნებინათ ყველაფრისთვის, რაც ეზოებში ხდებოდა. დღესასწაულების დროს, როდესაც ასობით ათასი მომლოცველი იყრიდა თავს, დაძაბულობა მუდმივი იყო. ნებისმიერი ნაპერწკალი შეიძლებოდა აჯანყებად ქცეულიყო. რომაელი პროკურატორი, რომელიც ჩვეულებრივ კესარიაში ცხოვრობდა, იერუსალიმში ადიოდა მთავარი დღესასწაულების დროს სიტუაციის პირადად ზედამხედველობისთვის. სწორედ ამ კონტექსტში დადიოდა იესო ნაზარეველი ტაძრის ეზოებში. სწორედ იქ ასწავლიდა ის ხალხს კოლონადებში. სწორედ იქ გადააყირავა მან ფულის გადამცვლელთა მაგიდები და გააძევა ცხოველებით მოვაჭრენი, განაცხადა რა, რომ მათ სალოცავი სახლი ავაზაკთა ბუნაგად აქციეს. და სწორედ ამ დიდებულ ტაძარზე წარმოთქვა მან შემაშფოთებელი წინასწარმეტყველება. მისმა მოწაფეებმა, ნაგებობების გრანდიოზულობით მოხიბლულებმა, მიაპყრეს მისი ყურადღება ქვების ზომასა და შენობების სილამაზეს. იესომ უპასუხა სიტყვებით, რომლებიც იმ მომენტში აბსურდულად უნდა ჟღერდეს, არ დარჩება აქ ქვაქვაზე, რომელიც არ დაინგრევა. როგორ შეეძლო ვინმეს წარმოედგინა, რომ ეს მონუმენტური სტრუქტურა, აგებული საუკუნო არსებობისთვის სრულიად განადგურდებოდა? 40 წლის შემდეგ წინასწარმეტყველება აღსრულდა. ქრისტეს შობიდან 66 წელს იუდეველები აჯანყდნენ რომის წინააღმდეგ. 10 წლეულების განმავლობაში დაგროვილი დაძაბულობა საბოლოოდ აფეთქდა. პროკურატორმა გესიუს ფლორუსმა გაძარცვა ტაძრის საგანძური და პასუხი იყო ძალადობრივი. ამბოხებულებმა აიღეს იერუსალიმი. რომაული ლეგიონი დამარცხდა და დამცირდა. რომს არ შეეძლო ამის უპასუხოდ დატოვება. იმპერატორმა ნერონმა გაგზავნა თავისი საუკეთესო გენერალი ვესპასიანე აჯანყების ჩასახშობად. თავის ვაჟთან ტიტუსთან ერთად ვესპასიანემ დაიწყო რეგიონის ხელახლა დაპყრობა ქალაქ-ქალაქ, ციხესიმაგრე. მაგრამ მისიის დასრულებამდე ნერონი გარდაიცვალა და იმპერია სამოქალაქო ომში ჩაეფლო. ვესპასიანე საბოლოოდ იმპერატორი გახდა და რომში დაბრუნდა, ტიტუსი კი სამუშაოს დასასრულებლად დატოვა. 70 წლის აპრილში ტიტუსი იერუსალიმის კარიბჭესთან მივიდა 4 სრული ლეგიონითა და დამხმარე ჯარებით. დაახლოებით 50,000 ჯარისკაცი შემოერტყა ქალაქს. კედლების შიგნით კი სიტუაცია ქაოტური იყო. მეტოქე იუდეური ფრაქციები ერთმანეთს ებრძოდნენ კონტროლისთვის, ანადგურებდნენ საკვების მარაგს, ხოცავდნენ ერთმანეთს მაშინ, როდესაც მტერი ახლოვდებოდა. თითქოს ქალაქი განწყობილი იყო საკუთარი თავის გასანადგურებლად მანამ, სანამ რომაელები შევიდოდნენ. ალყა თვეების განმავლობაში გაგრძელდა. შიმშილი სასოწარკვეთილი გახდა.
ადამიანები ათასობით იხოცებოდნენ ქუჩებში. გვამები გროვდებოდა დაუმარხავად. იმდროინდელი ცნობები აღწერს სცენებს, რომელთა დაჯერებაც შეუძლებელია. ერთმა მდიდარმა ქალმა, რომელმაც ყველაფერი დაკარგა შიდა მძარცველების გამო, მოკლა და შეჭამა საკუთარი შვილი. როდესაც სულმა სხვა მშივრების ყურადღება მიიპყრო, მან მათ შესთავაზა ის, რაც დარჩა. ისინი, ვინც გაქცევას ცდილობდნენ, თანაბრად საშინელ ბედს აწყდებოდნენ. რომაელი ჯარისკაცები იჭერდნენ დეზერტირებს და ჯვარს აცვამდნენ ქალაქის კედლების დასანახად გარკვეულ პერიოდებში დღეში 500-ს. ჯვრების რაოდენობა იმდენი იყო, რომ ხე აღარ ჰყოფნიდათ. ადგილი აღარ ჰყოფნიდათ. იერუსალიმის გარშემო არსებული ველი ჩამოკიდებული გვამების ტყედ იქცა მაკაბრული გაფრთხილება მათთვის, ვინც დანებებაზე ფიქრობდა. კედლების შიგნით სიგიჟე დამკვიდრდა. ცრუ წინასწარმეტყველები ქადაგებდნენ, რომ ღმერთი სასწაულებრივ ხსნას მოავლენდა. რომ გალავანი არასოდეს დაინგრეოდა. რომ ტაძარი ურღვევი იყო. 6,000 ადამიანი შეეფარა წარმართთა ეზოს ერთ-ერთ პორტიკს, დარწმუნებულნი ერთ-ერთი ასეთი წინასწარმეტყველის მიერ, რომ იქ ხსნას იპოვიდნენ. რომაელებმა ნაგებობას ცეცხლი წაუკიდეს. ყველა დაიღუპა. იერუსალიმის თავდაცვა ძლიერი იყო. 3 კონცენტრული გალავანი იცავდა ქალაქს. ქვები მრავალფენად იყო დაწყობილი, უძლებდა რომაული ტარანების დარტყმებს. ტაძრის ერთ-ერთი კარი, მთლიანად მასიური ბრინჯაოსგან დამზადებული, იმდენად მძიმე იყო, რომ მის დასაძრავად 20 ღონიერი კაცი იყო საჭირო. შეუძლებელი ჩანდა ამ თავდაცვის დაცემა. მაგრამ რომაელები მომთმენი იყვნენ და დაუნდობელნი. საალყო მანქანები გამუდმებით ურტყამდნენ კედლებს. მიწის პანდუსები შენდებოდა ყველაზე მაღალ ნაწილებთან მისასვლელად. გვირაბები ითხრებოდა საძირკვლის ქვეშ. როდესაც იუდეველები ანადგურებდნენ პანდუსს ან ტარანს, რომაელები აგებდნენ სხვას. და სხვას. და სხვას. რომაული სამხედრო დისციპლინა უკან დახევას არ იცნობდა. ტიტუს, იოსებ ფლავიუსის თანახმად, სურდა ტაძრის შენარჩუნება. მასში ხედავდა შედევრს, რომელიც იმპერიას უნდა დაემშვენებინა და არა განადგურებულიყო. მან არაერთხელ შესთავაზა დანებების პირობები. არაერთხელ მიიღო უარი. დამცველები ამჯობინებდნენ ბრძოლაში სიკვდილს ვიდრე დანებებას. როდესაც რომაელებმა საბოლოოდ გაარღვიეს გალავანი და მიაღწიეს ტაძრის მთას, ბრძოლა სასტიკი იყო. 4 შეტაკება მოხდა მანამ, სანამ თავდამსხმელებმა მყარი პოზიცია არ დაიკავეს. და მაშინ ქაოსის შუაგულში ერთმა რომაელმა ჯარისკაცმა გააკეთა ის, რაც სამუდამოდ შეცვლიდა ისტორიას. პირდაპირი ბრძანების გარეშე ამ ხანაგის მხრებზე აწეულმა, მან ცეცხლმოკიდებული ხის ნაჭერი ოქროსფერ ფანჯარაში შეაგდო. ცეცხლმა გავრცელება დაიწყო. ტიტუსი ადგილზე მიიჭრა, ყვიროდა, რომ ცეცხლი ჩაეკროთ. მაგრამ მისმა ჯარისკაცებმა არ მოусმინეს, ან არ ისურვეს მოსმენა. თვეების განმავლობაში გაგრძელებული ალყის მძვინვარება, დაგროვილი რისხვა, ძარცვის დაპირება, ყველაფერი გაერთიანდა, რათა ხანძარი გარდაუვალი გამხდარიყო. ტაძარი დაიცვა. ოქროს ფირფიტები დადნა და ქვებს შორის ჩაედინა. ჯარისკაცებმა დაშალეს მთელი ბლოკები, რათა შეეგროვებინათ ძვირფასი ლითონი, რომელიც ნაპრალებში იყო შეღწეული. კოლონადები ჩამოინგრა. ეზოები ნაკვერჩხლებად იქცა. კრეცაბმელი, რომელიც წმიდას-წმიდათა წმიდისგან ყოფდა, განადგურდა. რამდენიმე საათში ნაგებობა, რომლის აშენებასაც 84 წელი დასჭირდა, ფერფლად და ნანგრევებად იქცა. ეს იყო იუდეური კალენდრითავისთვის მე-9 დღე. იგივე დღე, როდესაც 656 წლის წინ პირველი ტაძარი ნაბუქოდონოსორმა დაანგრია. დამთხვევა, ან განგება, შეუმჩნეველი არ დარჩენილა. იოსებ ფლავიუსმა დააფიქსირა ციფრები, რომლებიც გადაჭარბებული ჩანს, მაგრამ გადმოსცემს კატასტროფის მასშტაბს, მილიონზე მეტი დაღუპული ალყისა და განადგურების დროს. 100,000 მონად გაყიდული. ოქროს ფასი სირიაში განახევრდა ტაძრიდან გაძარცული ლითონის რაოდენობის გამო. წმინდა საგანძური, 7 ტოტა სასანთლე, წინადაგების პურის ტაბლა, ვერცხლის საყვირები, წაიღეს რომში და გამოფინეს ტიტუსის ტრიუმფალურ მსვლელობაზე. დღემდე ტიტუსის თაღი რომში აჩვენებს ამ პროცესიის რელიეფებს, სადაც ჯარისკაცებს ტაძრის ნადავლი მიაქვთ. გადარჩენილები გაიფანტნენ. ზოგი ეგვიპტეში წავიდა. სხვები მცირე აზიაში. ზოგი არაბეთამდეც მივიდა და დასახლდა ისეთ ქალაქებში, როგორიცაა მედინა, სადაც მათი თემები საუკუნეების განმავლობაში დარჩებოდა. იუდეური დიასპორა, რომელიც განადგურებამდეც არსებობდა, დრამატულად გაძლიერდა.
მთელი ხალხი ამოძირკვეს საკუთარი მიწიდან და გაფანტეს მაშინდელი ცნობილი მსოფლიოს 4-ვე კუთხეში. და რა დარჩა იერუსალიმში? ბოლავი ნანგრევები, გაშავებული ქვები, სიკვდილის სუნი, რომელიც არ ქრებოდა. ტიტუსმა ჰეროდეს ციხესიმაგრის მხოლოდ 3 კოშკი დატოვა ფეხზე, როგორც მოწმობა იმისა, თუ რა სიდიადე იქნა დაპყრობილი. დანარჩენი საძირკვლამდე იქნა გასწორებული. იესოს წინასწარმეტყველება სიტყვასიტყვით აღსრულდა. არ დარჩა ქვაზე. მაგრამ იყო კიდევ რაღაც, რაც იესომ თქვა. რაღაც, რაც მის საკუთარ სიკვდილს ტაძრის ბედთან აკავშირებდა. იმ მომენტში, როდესაც იესო ჯვარზე გარდაიცვალა, სახარებები აღწერს, რომ ტაძრის კრეცაბმელი ორად გაიხა, ზემოდან ქვემომდე. ის უზარმაზარი ქსოვილი, 18 მეტრის სიმაღლის, რომელსაც 2 ცხენი ვერ გაგლეჯდა, ზემოდან ქვემოთ გაიხა. არა ქვემოდან ზემოთ, როგორც ეს ადამიანის მიერ გაკეთების შემთხვევაში მოხდებოდა. ზემოდან ქვემოთ. ზეციდან დედამიწისკენ. რას ნიშნავდა ეს? კრეცაბმელი წარმოადგენდა გამიჯვნას ღმერთსა და ადამიანებს შორის. ის განასახიერებდა იმას, რომ ღვთის დიდებასთან წვდომა იყო შეზღუდული, შუამავლობით განპირობებული, ხელმისაწვდომი მხოლოდ მცირედთათვის კონკრეტულ მომენტებში. როდესაც იესო მოკვდა, ეს კრეცაბმელი გაიხა. ბარიერი დაეცა. გზა გაიხსნა. ებრაელთა მიმართ ეპისტოლე განმარტავს, რომ ქრისტე შევიდა ჭეშმარიტ წმიდათა წმიდაში, არა იერუსალიმში ადამიანის ხელით აგებულში, არამედ თავად ზეცაში. ის გახდა მარადიული მღვდელმთავარი, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ გაიარა კრეცაბმელი, არა ცხოველთა სისხლით, არამედ საკუთარი სისხლით. და ამით მან გზა გაუხსნა ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ ადგილას, რათა პირდაპირ მიუახლოვდეს ღმერთს. ქვისა და ოქროს ტაძარი მიუთითებდა ამ რეალობაზე. ის იყო მომავლის აჩრდილი. როდესაც რეალობა მოვიდა, აჩრდილმა დაკარგა თავისი ფუნქცია. იესოს სიკვდილიდან 40 წლის შემდეგ ფიზიკური ტაძარი განადგურდა. არა შემთხვევით. არა ისტორიის ახირებით. არამედ იმიტომ, რომ მისი მიზანი შესრულდა. ის, რასაც იგი წარმოადგენდა, ახლა სრულად და მუდმივად არსებობდა ქრისტეში. დღეს, ვინც იერუსალიმს სტუმრობს, პოულობს მხოლოდ დასავლეთის კედელს, საყრდენ კედელს, რომელიც ორიგინალური ტაძრის ნაწილიც კი არ იყო. ეს მხოლოდ პლატფორმის და მჭერი სტრუქტურაა. მიუხედავად ამისა, მილიონობით ადამიანი ეხება ამ ქვებს ყოველწლიურად. ტოვებენ წერილებს ნაპრალებში. ლოცულობენ დუმილში. ტირიან იმის წინაშე, რაც დარჩა. მაგრამ ჭეშმარიტი ტაძარი აღარ არის იერუსალიმში. მოციქულმა პავლემ დაწერა, რომ ქრისტეს მორწმუნეთა სხეულები სულიწმიდის ტაძრებია. ღვთის დიდება, რომელიც ადრე დედამიწაზე მხოლოდ ერთ ადგილას მკვიდრობდა, ხელმისაწვდომი მხოლოდ რიტუალებისა და შუამავლების მეშვეობით, ახლა მკვიდრობს ადამიანებში. მილიონობით ადამიანში. გაფანტულებში მთელ მსოფლიოში. ჰეროდეს ტაძარი ანტიკური სამყაროს მერვე საოცრებად ითვლებოდა. მისი სილამაზე შეუდარებელი იყო. მისი მასშტაბი, უპრეცედენტო. მისი განადგურება, დამანგრეველი. მაგრამ ის, რასაც იგი წარმოადგენდა, რჩება. არა ქვებში. ადამიანებში. და ეს არის საოცრება, რომელსაც ვერცერთი არმია ვერ გაანადგურებს. 2000 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ალმაშთან დგა ის თეთრი ქვები და დამდნარი ოქრო. იმპერიები დაიბადნენ და დაეცნენ. იერუსალიმი ათეულობით ჯერ იქნა დაპყრობილი და ხელახლა დაპყრობილი. ადგილი, სადაც ტაძარი იდგა, დღეს სხვა რწმენის ნაგებობებს მასპინძლობს. მაგრამ მეხსიერება რჩება. და მეხსიერებაზე მეტად რჩება სულიერი რეალობა, რომლის წინასახეც ტაძარი იყო, თავისუფალი და პირდაპირი წვდომა ღმერთთან, მოპოვებული არა ადამიანური მშენებლობებით, არამედ ქრისტეს სრულყოფილი მსხვერპლშეწირვით. ვინც ხედავს დასავლეთის კედლის ძველ ქვებს, ხედავს მხოლოდ ნანგრევებს. ვინც ესმის მნიშვნელობა, ხედავს აღსრულებულ აღთქმას.